მკაფიო პასუხი რეჟიმს. ვაი თქვენს პატრონს განაცხადა დღეს აქციებზე მონაწილეობის გამო დაკავებულმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლოს ხდომაზე. ეს სიტყვები გამოხმაურება იმ ხმებზე, რომლის მიხედვით სინდისის პატიმრებს ბოდიშის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. ანდრო ჭიჭინაძის სიტყვები კიდევ ერთი დასტურია, რომ რეჟიმს არანაირი ბოდიშის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ანდრო ჭიჭინაძის პოზიციას ხვებიც იზიარებენ. სინდისის პატიმრები ამბობენ, რომ გამოგონილი ბრალდებით არიან ციხეში, შესაბამისად ვერაფერს აღიარებენ და საბოდიშოც არაფერი აქვთ. ეს განცხადებები დღეს 11 პირის სასამართლოს ხდომაზე ისმოდა. სინდისის პატიმრებს რეჟიმი მკაცრი სასჯელით ემუქრება. რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ესეხებათ დანარჩენებსაც. საკითხი ასე დგას. ძალიან რთულია კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს. ეს ბოდიში და შეწყალება შეუძლია შესთავაზონ იმ პოლიციელებს, რუსთავაზე რომ დარბოდნენ. ამ სიტყვებით ანდრო ჭიჭინაძემ ქართული ოცნება ტყვეებთან ვაჭრობაში ამხილა და იქვე რეჟიმის ამ ცდელობას წერტილიც დაუსვა. გარიგება არ შედგება. სინდისის პატიმრები არც ბოდიშს მოიხდიან და არც ივანიშვილის პრეზიდენტს თხოვენ შეწყალებას. ანდრო ჭიჭინაძე გამონაკლისი არ არის. არარსებული დანაშაულის აღიარებაზე უარი. რეჟიმს ერთმანეთის მიყოლებით სხვა ბრალდებულებმაც შეუთვალეს. 11 პირის სხდომა დღეს სწორედ მათი სიტყვებით გაიხსნა. ვერთდები ანდროს, ვაი თქვენს პატრონს, მინდა დავამატო, რომ უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ მოსანანიებელი და ბოდიშის მოსახდელი. არ ვერებ შეწყალებაზე მიუმართოთ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს და დღეს რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს მოწმის საუბარი, მინდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი ხართ თქვენ და თქვენით ნახვა. შეწყალების თხოვნას არ ვაპირებ, ეს არის ღირსების საკითხი. არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი წაიკითხავს თუ არა. არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელიც ღირსების ორდენით აჯილდოვებდა ადამიანებს, რომლებაც მოქალაქეებით ცემეს ქუჩებში და მეორე დღეს სპორტსმენებს აჯილდოებს. მინდა დავამატო და მინდა მიმართო ეგრეთ წოდებულ მამაოებს, რომლებიც წვერებით დადიან. მინდა გაიხსენონ, ვის ემსახურებიან ღმერთს თუ სატანას, როცა მოუწოდებენ სულიერ შვილებს, დაფიქრდით თავად თქვენ შვილებს როგორ უბრაგუნებდნენ და ციხეში ყრიან. ეს პოლიტიკას აღარ ეხება და ხმა ამოიღეთ. რაც შეეხება შეწყალება, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ შესაწყალებელი არაფერი გვჭირს, უდანაშაულოები ვზივართ. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ. ბოდიში აქვს მოსახდელი კობახიძეს და პროკურატურას და ყველა იმას, ვინც უდანაშაულოდ ჩაგვსვა ციხეში. ვინც ცდილობს სინდისის პატიმრებს ბოდიში მოახდევინოს. საქმე სავარაუდოდ ტყვეებთან დახურული არხებით კომუნიკაციასთან გვაქვს, რადგან საჯაროდ რეჟიმის ლიდერებს ასეთი გზავნილები არ გაუვრცელებიათ. მიხეილ ყაველაშვილის პირით ოცნებამ შეწყალება ამ დრომდე მხოლოდ ოპოზიციონერ ლიდერებს შესთავაზა. არავის ამდაგვარი ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებენ და ეს არ ვიცით. ჩვენც აქ მოვისმინეთ ახლა სასამართლოზე, რაც ამ ჩვენმა ბიჭებმა სინდისის პატიმრებმა დააფიქსირეს და ნამდვილად ამ ბიჭებს არ შესაწყალებელი აქვთ არაფერი, არც ბოდიში აქვთ არავისთან მოსახდელი, აქეთ აქვთ ბოდიშიც მოსახდელი და ყველაფერი და ეს ბიჭები ნამდვილად ვიცით, რომ უდანაშაულები არიან და ისჯებიან საქართველოს სამშობლოს სიყვარულისთვის. ისჯებიან იმის გულისთვის, რომ ამ ახალგაზრდობას უნდა ევროპული მომავალი. რატომ ცდილობს რეჟიმი ტყვეებთან გარიგებას? ერთ-ერთი ვერსიით ეს შესაძლოა სასამართლოში საქმის ჩამოშლას უკავშირდებოდეს, რისი ბოლო დადასტურებაც დღევანდელი სხდომა აღმოჩნდა. ეს არსენ ხუნაშვილია, შინაგან საქმეთა სამინისტროში 11 პირის საქმე სწორედ ხუნაშვილმა გამოიწია. ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის შესახებ ბრალდებაც ამ გამოძიებას დაეყო. ამიტომ ხუნაშვილი პროკურატურის მთავარი მოწმეა, თუმცა მისმა ჩვენებამ დღეს პროკურატურის მტკიცება თავდაყირა დააყენა. გაირკვა, რომ გამომძიებას სატელეფონო ანძის ჩანაწერებიც კი არ შეუსწავლია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც სავარაუდო დანაშაულის ორგანიზატორი და არც ამ ორგანიზატორთან ბრალდებულების კავშირი დადგენილი არ არის. ტერიშვილის მობილური ხომ ამოღებულია? დიახ. ოქმით ირკვევა, რომ კოდიც მოგცათ, ეს ტელეფონი ექსპერტიზაზე გააგზავნეთ. იქამდე სანამ გააგზავნეთ, რადგან თქვით ორგანიზება ტელეფონებით უნდა დადასტურდესო, თქვენ არ დაათვალიერეთ ტელეფონი, ხო ასეა? დიახ. თქვენ არ ჩაატარეთ და არ გამოითხოვეთ სატელეფონო ანძების ამონაწერი ტერიშვილის ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების. არა. შესაბამისად თქვენ არ იცით, იცნობს თუ არა ტერიშვილის სავარაუდო ორგანიზატორებს და იცნობს თუ არა მათ. დიახ. თქვენ არ გამოგითხოვებიათ ანძების ჩანაწერები, რომლითაც დადასტურდებოდა სხვებთან კონტაქტი. სხვა ბევრი მტკიცებულებით დასტურდება. რომელიმესთან სხვა ბრალდებულებთან გიორგი ტერიშვილს სატელეფონო ზარი რომ აქვს, ანძების გამოთხოვა, რაც ამას დაამტკიცებდა. საქმეში ხომ არ გაქვთ წარმოდგენილი? არა, არ მაქვს.
გაქვთ თუ არა რამე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ვალერი თეთრაშვილის კავშირს ორგანიზატორებთან? ეს შეიძლება დადგინდეს ისევ და ისევ ტელეფონის ექსპერტიზით. ვალერი თეთრაშვილის პირდაპირ კავშირი ორგანიზატორთან ამ ეტაპზე დადგენილი არაა. ორგანიზატორთან კავშირის გარდა პროკურატურა სინდისის 11 პატიმარს ღმერთს ერთმანეთთან კომუნიკაციას და ნაცნობობას უდასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელმა თქვა, რომ დაზუსტებით ვერ იტყვის, მოქმედებდნენ თუ არა ბრალდებულები ერთმანეთთან შეთანხმებით. არადა ბრალდების შინაარსი სწორედ ასეთია და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც განსაჯერისთვის გამოყოფილ სივრცეს დარბაზში 11 პირი ინაწილებს. ვისთან ერთადაა ონისე ვიდეოში? რამდენიმე ჩანს, ანდრო ჭიჭინაძე ჩანს. არა, მაგას არ გეკითხებით, ვინმე ახლავს, ვინმესთან კონტაქტი აქვს? ვერ ვიტყვით ესაუბრება თუ არა ვინმეს, ვერ ვხედავ. შეიძლება ესაუბრება და არ ჩანს. ვინმე მიმართულება ხომ არ მისცა? არა, ხომ არ არის თქვენთვის ახმადი რა როლი უნდა გქონდეს ადგილზე? ორგანიზატორი იყო თუ მონაწილე, ამას მეკითხებით? ნებისმიერი. გამომძიებელს შეფასებას თხოვენ. სასამართლოს ხდომაზე ადვოკატებმა სამინისტროს გამომძიებელს კითხვები პოლიციელების მხრიდან ძალადობაზეც დაუსვეს. ამის ამსახველი ვიდეო მასალა საქმეში თავად პროკურატურამ წარმოადგინა. კადრებში დემონსტრანტების მისამართით გინებაც ისმის და მუქარაც, თუმცა მოწმემ უფლებადამცველები სხვა დეპარტამენტთან გადაამისამართა და თქვა, რომ პოლიციელების ძალადობის შესწავლა მისი საქმე არ არის. არც ერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში, რომელიც დაარწმუნებს ობიექტურ პირს, რომ ამ ბიჭებს, დაკავებულ ბიჭებს, ერთმანეთთან ჰქონდათ რაიმე სახის კომუნიკაცია და რაიმე სახის კავშირი. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გამომძიებელმა. წინა ორ მონაცემს თუ დაუმატებთ პროკურატურის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ მათ უარი თქვეს და დაასრულეს მტკიცებულებების გამოკვლევა, ნიშნავს იმას, რომ ბრალდების მხარემ აღიარა, რომ არ არსებობს ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის მადასტურებელი არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება. არსენ ხუნაშვილი პროკურატურის ბოლო მოწმე იყო. 11 პირის პროცესი ახლა დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით უნდა გაგრძელდეს. სხდომების დიდი ნაწილი მოსამართლე ნინო გაუსტაშვილმა აგვისტოში ჩანიშნა. დღეს გაირკვა, რომ შიმშილობა დაიწყო სერგეი კუხარჩუკმა. სინდისის პატიმარი ქსნიდან გლდანის დაწესებულებაში გადაიყვანეს და უკვე 20 დღეა მას არც ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევენ, თუმცა პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად მოსამართლე გაუსტაშვილმა სინდისის პატიმარს დღეს ამ თემაზე დარბაზში ხმის ამოღების შესაძლებლობას კი არ მისცა.